გიორგი ბაჩიაშვილი აპირებს, რომ დუმილი თავად დაარღვიოს ხვალ 12 საათზე, მაშინ როდესაც მისი სასამართლო პროცესი არის ჩანიშნული მტკვარი ჰესთან დაკავშირებით. ლევან მახარაშვილი ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ის იმყოფებოდა სწორედ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა გიორგი ბაჩიაშვილი. მე ვეცდები, რომ მან უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს მაყურებელს. გვითხრას პირველ რიგში როგორია გიორგის მდგომარეობა, აღენიშნება თუ არა მას რაიმე დაზიანება და რას ამბობს, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. რისი თქმაც შეგიძლიათ ბატონო ლევან? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გიორგის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია, ზედაპირულად რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, როგორ მოხდა მისი დაკავება, გადმოყვანა საქართველოში და ასე შემდეგ, მან გამოთქვა სურვილი, რომ ისაუბროს თავად ხვალ სასამართლო პროცესზე. ლევან, თუ გაქვთ ინფორმაცია, პასპორტი ფიგურირებს თუ არა ამ საქმეში, მას ჰქონდა თუ არა თან პასპორტი გიორგის დაკავების დროს? ესეც ის ერთ-ერთი დეტალია, რომელზეც გიორგი გააკეთებს ხვალ კომენტარს. ანუ არ გამორიცხავთ, რომ გიორგის არ ქონოდა? დიდი მადლობა. ლევან, ერთი კითხვა მინდა ისევ დაგისვათ, თქვენ თქვით, რომ დაზიანებები არ აქვს, მწვანე ზონაში მოხდა მისი დაკავება, აი ამის თქმა თუ შეგიძლიათ, სად მოხდა მისი დაკავება? მე მაინტერესებს, რომ როგორც პირადად თქვენი, ასევე საზოგადოების ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ჩემი კლიენტის პოზიცია და ინტერესები. შესაბამისად, პირადად გიორგის სურვილია, რომ მან თავად უშუალოდ ისაუბროს ყველა იმ დეტალზე, რის შესახებაც თქვენ ახლა მე კითხვებს მისვამ, თუმცა ცხადია ეს ინფორმაცია მე დეტალურად გამაჩნია. კარგი, ერთს კითხავთ, ხოლმე თქვენ თქვით, რომ დაზიანებები არ აღნიშნება, ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი არის მისი? მე სპეციალობით ფსიქოლოგი არ გახლავარ, თუმცა რაც დავინახე, ვიცნობ ძალიან დიდი ხანია გიორგის და მშვენივრად გამოიყურება, შემიძლია გითხრათ. მადლობა. თქვენ უსმენთ ლევან მახარაშვილს, მან თქვა, რომ არ სურს დეტალებთან დაკავშირებით საუბარი, რადგან მიიღო გიორგი ბაჩიაშვილმა გადაწყვეტილება, რომ თავად ისაუბროს ყველა დეტალთან დაკავშირებით დაკავების, როგორ მოხდა მისი აყვანა, სწორედ მას როგორ დაადოს სუსმამას ხელბორკილები, იყო თუ არა მწვანე ზონაში, ქონდა თუ არა თან პასპორტი, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა ხვალ. წინა სასამართლოს ხდომა არის მტკვარი ჰესთან დაკავშირებით 12 საათზე საქალაქო სასამართლოში და რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან ოლიგარქიული რეჟიმს დამორჩილებულ პენიტენციურ დაწესებულებას მოუწევს სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი საქალაქო სასამართლოში მიყვანა. შესაბამისად, რამდენიმე საათში გავიგებთ, როგორი არის ბაჩიაშვილის პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით, რას მოყვება ის სწორედ დაკავების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.